თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მაგდა პაპიძის საქმე, შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალის სასამართლო პროცესები საქართველოს ყვითელი მედიის მთავარ განსახილველ თემად იქცა. ამ საქმეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ და სწორედ მათი გადასაწყვეტია მაგდა პაპიძის ბედი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ არ ვიმშელებთ ამ საქმის საბრალდებო ნაწილზე, არც დანაშაულის დეტალებს მოვიხილავთ. აქ პროცესზე ვისაუბრებთ, როგორ იქცევა მედია, როგორ იქცევა სასამართლო და როგორ იქცევა პროკურატურა. ამ თემებზე ვისჩერებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ჩვენი სტუმრები არიან თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი, ლაშა ქავთარაძე, მედია ჩეკერის ჟურნალისტი, ბატონო გოგა ხატიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და ქავტონი ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქავტონ თათა, თქვენ დავიწყებ. როგორ იქცევა ქართული მედია? გასაგები ეს რეზონანსული ძალიან ისეთი უჩვეულო საქმეა, რომლის მიმართ ინტერესი გასაგებია, მაგრამ ის პროცესები როგორც აშუქებს ქართული მედია, როგორც უდგება ამ საქმეს, როცა ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად მედია სასამართლოს ყოველდღიურად, რამდენად სწორია მედიის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება? ცხადია, მედიის დამოკიდებულება საკითხისადმი ხშირ შემთხვევაში კრიტიკას უბრალოდ ვერ უძლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ქართულმა მედიამ უკვე შექმნა ცალსახად საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ ეს ბრალდებული უკვე არის, ასე ვთქვათ, დამნაშავე ამ საკითხში, შესაბამისად ფაქტობრივად მის მიმართ დარღვეულია უკვე ეს უდანაშაულობის პრეზუმპცია, ეს სხვათა შორის არა მარტო მედიის მხრიდან არის, არამედ პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც აქ დაუშვათ მსჯელობენ არა ვარაუდის დონეზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო, იმიტომ რომ საქმე პრინციპში ბოლომდე არ არის დასრულებული და შესაბამისად პროცესისაც განაჩენი არ აქვს გამოტანილი სასამართლოსი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ დისკურსი გაჩნდა უკვე ფაქტობრივად ამ ფაქტის ასე ვთქვათ მოხდენის შემდეგ და მაგდა პაპიძის დაკავების შემდეგაც, როგორც მას მოაცდნენ პოლიციელები, ეს არაერთხელ გამხდარა ამ პროცესზე ასე ვთქვათ მსჯელობის საგანი, ანუ ცალსახად საზოგადოებამ ყველანაირი გამოძიების გარეშე შეიძლება ესე ითქვას, რომ აღიარა ის დამნაშავე. თან აქ საგულისხმოა ისიც, რომ თვითონ დაცვის მხარე, ხო, მაგდა პაპიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ პრინციპში ის პირველი ვერსია, რომელიც აიღო გამოძიებამ ამ საქმესთან მიმართებაში, მხოლოდ ის განიხილა და არ დაუშვა სხვა ვერსიების შესაძლებლობა. ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე ძალიან არასრულყოფილად იძიება, ამაზე ალბათ იურისტები უფრო, ასე ვთქვათ, კვალიფიციურად ისაუბრებენ, მაგრამ რეალურად რა პრობლემას ვაწყდებით? ვაწყდებით ჩვენ იმ პრობლემას, რომ პირადი ცხოვრების დაცულობა არის ფაქტობრივად მინიმალური, ეს ძალიან თვალსაჩინო გახდა როდესაც სპეციალურად დახურული სხდომა გაიმართა, სადაც უნდა დაკითხულიყო ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ იყო მაგდა პაპიძის მეგობარი და შესაბამისად შეიძლება მას რაღაცა გარკვეული სენტიმენტები ქონოდა მის მიმართ გარდა მეგობრობისა და შემდგომ ფაქტობრივად დახურული სხდომიდან ადამიანებმა გამოიტანეს ის კონტენტი, ის შინაარსი, რაც იქ განიხილებოდა და რაც წესით საჯაროობისთვის უნდა ყოფილიყო დახურული. ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს თვითონ სასამართლო ხელისუფლების მხრიდანაც და მედიის მხრიდანაც, რომელმაც ესე ვთქვათ, საშუალება მისცა პროკურორს, რომ ეს ტექსტი გაეჟღერებინა ეთერში. გასაგებია, სანამ პროკურატურას გადავთ, იმიტომ რომ მედიის თემა მოვწვოთ, ნატა თქვენ კითხავთ ქართული მედიის დამოკიდებულებაზე. თქვენ ესეთ გამოუტანა თუ არა, როგორ ხედავთ, როგორც ქართული მედია აშუქებს ამ თემას? გამოუტანა თუ არა უკვე, ესე ვთქვათ, განაჩენი ქართულმა მედიამ მაგდა პაპიძის? მაგდა პაპიძის მიმართ ფაქტობრივად საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა და ყველას ჩამოუყალიბდა თავისი მოსაზრება, ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც და ამაში ცხადია დიდი როლი ითამაშა მედიამ. თათა მახსენა ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია პროკურატურას, როდესაც დახურული სხდომიდან გაასაჯაროვა დეტალები, თუმცა მედიას თავისი ცალკე პასუხისმგებლობა აქვს. ყველაფერი რაც ხელში ჩაუვარდება მედიას არ ნიშნავს იმას, რომ ესევე უაპელაციოდ უნდა გავიდეს და მივიდეს საზოგადოებამდე. მედიას იმიტომ აქვს თავისი ეთიკური სტანდარტები, იმიტომ აქვს გარკვეული წესები, რომ აი ამ წესების დაცვით მომზადებული ინფორმაცია უნდა მივიდეს, სხვადასხვა რამეა ცნობის მოყვარეობა და საჯარო ინტერესი. ის რაც მე როგორც ერთ კერძო ადამიანს მაინტერესებს, არ არის საზოგადოებრივი ინტერესი. მე შეიძლება მაინტერესებდეს ძალიან უმნიშვნელო დეტალები, თუმცა მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სწორედ საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია მიაწოდოს მას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია
სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მედია ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ მედიამ ხელი შეუწყო ამის ტირაჟირებას, ცხადია, და კიდევ ერთი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით სარგებლობს როგორც ბრალდებული, ასევე მსხვერპლი და მთლიანად საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი. მედიამ ამ ნაწილში ცხადია ბევრი შეცდომა დაუშვა და კიდევ იყო ერთი მიმართულება, როდესაც მან გაასაჯაროვა შეიძლება ვთქვათ მაყურებლის პოზიციიდან რომ აღნიშნოთ ეს საინტერესო თემა რეზონანსული თემა და ინტერესი ამ თემის მიმართ გასაგებია. თემის მიმართ, ნახეთ, სწორედ რა თქმა უნდა, მე მაგამდე მივდიოდი, რომ უნდა გააშუქო საქმესთან დაკავშირებული დეტალები. და არა ის დეტალები, რაც მithkma მოთქმას უწყობს ხელს, რაც პირდაპირ კავშირში არ არის თუნდაც საქმის მოტივთან, არანაირ დამატებით ღირებულებას არ სცემს შენს ჟურნალისტურ პროდუქტს. ცხადია თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ მედია საშუალებებზე, რომლებსაც პრეტენზია აქვს, რომ აშუქებენ ეთიკური სტანდარტის დაცვით ამა თუ იმ მასალას, თორემ მედიას, რომელსაც არ აქვს ამგვარი პრეტენზია და პირიქით მისთვის სულ ერთია რას და როგორ გააშუქებს, ცხადია მას ჩვენ ვერანაირ მოთხოვნას ვერ წავუყენებთ, მაგრამ მაგას ვამბობ ზუსტად რომ რატომ არის საჭირო ცალ-ცალკე ნიუსი გავაკეთოთ რა გადასახა დედამთილმა რძალს სასამართლო პროცესზე. რა საჯარო ინტერესი არსებობს ამაში, თუ აი ეს გადაძახილი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საქმეს რაღაც ახალ ფერს ზენდეს. რატომ არის ლაივი საჭირო პროცესიდან, როდესაც არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მიმდინარეობს იქ. ცხადია, ყვითელი პრესა ყველგან არსებობს, ცხადია არსებობს ისეთი დეტალები ყველგან საჯაროვდება სხვადასხვა საქმესთან სხვადასხვა ნაკლებად მძიმე თუ მეტად მძიმე ამბებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთან მოხდა ის, რომ იმ მედია საშუალებებმაც კი, რომლებიც საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტს აშუქებენ და არანაირად არ მიიჩნევენ თავს ყვითელ მედიად, მათაც კი ჰქონდათ ამგვარი პრობლემები. და თემას გავაგრძელებთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეთიკის სტანდარტთან დაკავშირებით, აი მატამახსენა, რომ დავუშვათ მედია, რომელიც იცავს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან ფაქტობრივად მედიას არ აქვს არანაირი ვალდებულება უპირობოდ დაიცვას ეს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, მიუხედავად იმისა, რომ მასებთან აქვს ურთიერთობა და ათასობით და 10,000-ობით და შეიძლება მილიონობით ადამიანი იღებს ამ ინფორმაციას, ეს ერთი და მეორე ის, რომ ფაქტობრივად ყვითელი პრესა დაგინგრევს ცხოვრებას, შე როგორც რიგით მოქალაქეს და გაგასაღებს, ასე ვთქვათ, დამნაშავედ მაშინ როცა შეიძლება უდანაშაულო იყო, თუ ამ შემთხვევაში არაყვითელი პრესა, ეს პრინციპში შენთვის როგორც ადამიანისთვის მოცემულობას არ ცვლის, ხო, შენი რაღაც ექსისტენციისთვის ამ სამყაროში, თუ კი შენი როგორც აქტორის, სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრება დასრულებულია, ხო და ეს ფაქტობრივად ამ შედეგს მიაღწია. მაგაში გეთანხმებთ, მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს მე ყვითელ პრესას არანაირ სტანდარტებს არ უყენებ, უბრალოდ ამით მინდოდა აღმენიშნა ის, რომ იქაც კი გქონდა პრობლემა. გასაგებია, ლაშასთან მექნება კითხვა მედიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როგორც მედია აშუქებს ამ საქმეს. რა შთაბეჭდილება დაგჭირ? მე მგონი პრობლემა, ანუ რაღაც უფრო სტრუქტურირება რომ მოვახდინოთ, რამდენიმე მიმართულებით არის. ერთი ის, რომ აშუქდება ფრაგმენტულად, როგორც ნატამ თქვა, მეორე ის, რომ ყვითელ მედიას არაფრით არ ჩამორჩება სხვა მეინსტრიმული მედია საშუალებები, იქნება ეს ყველაზე მსხვილი არხები ქვეყნის თუ ონლაინ და ბეჭდვითი გამოცემები. მესამე ის, რომ ამ ადამიანის მიმართ მედიამ ფაქტობრივად არამხოლოდ განაჩენი გამოიტანა, არამედ შექმნა მორალური კონსენსუსი და დღეს არ არსებობს არანაირი არგუმენტი, არანაირი ალიბი ალბათ, რაც მაგდა პაპიძეს გაამართლებს ქართული მოსახლეობის თვალში. და ეს მორალური კონსენსუსი, ასე რომ ვთქვათ, ზემოქმედებს არამხოლოდ უბრალოდ მოსახლეობას და არამხოლოდ უბრალოდ მაყურებლებზე, არამედ მაგალითად ნაფიც მსაჯულებზე, რომლებმაც რამდენიმე დღეში უნდა გამოუტანონ მაგდა პაპიძეს განაჩენი. მე არ ვიცი, ვინმე თუ არსებობს ესეთი ვინც ამ საქმიდან შეიძლება რომ დაასკვნას მაგდა პაპიძე ცალსახად დამნაშავეა თუ ცალსახად უდანაშაულოა, მაგრამ ასევე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში თითქმის დარწმუნებული არ არის, რომ მაგდა პაპიძე არის დამნაშავე და ამაში 100%-იანი წილი მიუძღვის მედიას და პროკურატურას და კიდევ ერთი ამბავი არის, რაზეც უნდა ვისაუბროთ, როცა მედიის პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, რომ მედიამ ეს პროცესი, რომელიც არის მართლა ძალიან მძიმე დანაშაულზე ლაპარაკი, გადაზარდა სრულ ისტერიკაში და ქაოსში. და სინამდვილეში ადამიანს გულწრფელად რო გინდოდეს რაიმე შინაარსი გამოიტანო ამ საქმიდან გაგიჭირდება. მაგალითად, ბოლო ნიუსი რაც ვნახე იყო მაგდა პაპიძის დედის ქმარი როგორ მოკვდა ამასთან დაკავშირებით მაგდა პაპიძის დედასთან ინტერვიუ ჩამორთმეული. არ ვიცი
რა ლოგიკით შეიძლება დააკავშირო მაგდა პაპიძის დედის ქმრის თუ მამის, არ ვიცი ზუსტად ამ კაცის სიკვდილი ამ საქმესთან, მაგრამ ფაქტია, რომ მედია ხელმძღვანელობს არა ფაქტების გაშუქების სტანდარტით, არამედ რაღაცა მორალიზმის და მორალური კონსენსუსის შექმნის სტანდარტით და მე მგონი ყველას ავიწყდება, რომ ამ ადამიანებს ან მათ შორის დაღუპულ ადამიანებს ყავდათ ნათესავები და ყავთ ნათესავები, რომლებიც თითქმის 24 საათის განმავლობაში არიან მედიის ყურადღების ცენტრში და ამ ადამიანებმა გარდა იმისა, რომ გადაიტანეს დიდი ტრავმა, კიდევ უფრო მეტი ტრავმის გადატანა უწევთ ქართული მედიის ქცევის გამო. არ მინდა ისე გამოჩნდეს თითქოს რაღაც ვინმე ამტკიცებს, რომ მედიამ ეს ამბავი არ უნდა გააშუქოს, მაგრამ ისევ და ისევ უნდა გადავიყვანოთ ეს მთელი ეს დისკუსია ხარისხობრივ, ასე რომ ვთქვათ, დისკურსში და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა გააშუქოს და რა არავის არ უნდა გაუჩნდეს ის შეკითხვა, უნდა გააშუქოს თუ არა საერთოდ მედია. გასაგებია. ერთი მინდოდა ნაფის საჯულებთან დაკავშირებით მე თქვა, ძალიან ადვილია მედია გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი ასეთ დროს, როდესაც შენ გჭირდება მოამზადო რაღაცა საზოგადოებრივი აზრი, მედია გახდეს მანიპულაციის. რა თქმა უნდა, მედია გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი, რომ მისთვის შეგდებული ყველა ინფორმაცია გაურედაქტირებლად, უფრო სწორად, აი ამ ფილტრის გარეშე გავიდეს და აქაც უნდა იყოს მედია ძალიან ყურადღებით, რომ ხომ არ უწყობს ამით რაიმეს ხელს. ეს კითხვა რა თქმა უნდა დაუსვა. გასაგებია. ბატონ გოგასთან მექნება. ბატონ გოგა, თქვენ აკვირდებით ამ საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და გაქვთ, ასე ვთქვათ, ამ საქმეს ყოველდღიურად გაქვთ ამ საქმესთან შეხება. მე მინდა რომ შეაფასოთ როგორ მუშაობს პროკურატურა. იმიტომ რომ შთაბეჭდილება რაც ჩვენ გვრჩება არის რომ პროკურატურა ამ საქმეში ნაფიცაჯულების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს და აპელირებს ისეთ თემებზე, რაც არსებითად საქმესთან კავშირში შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნაფიცაჯულებს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე შესაძლოა იმოქმედოს. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? საღამომშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. ნამდვილად ძალიან მძიმე და სენსიტიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი არის, რომ მთელი სისხლის სამართალწარმოება განხორციელდეს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების სრული დაცვით. მე მინდა გარკვეულწილად ქრონოლოგიურად გავყვე მთელ საქმეს და მიმოვიხილო ის გარკვეული დარღვევები, რომელიც არსებობს მაგდა პაპიძის საქმესთან მიმართებით. ჩვენ აქ რამდენჯერმე ვახსენეთ უდანაშაულობის პრეზუმპცია და მისი საფუძვლების დარღვევა და პირველად, როდესაც მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევა, ეს მას ადგილი ჰქონდა სწორედ გამოძიების ეტაპზე, როდესაც პროკურატურამ გამოაქვეყნა ერთგვარი შუალედური ანგარიში მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი მხრივ ვამბობთ, რომ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და საჯარო ინტერესის საქმეებზე მნიშვნელოვანი არის საგამოძიებო ორგანოების გამჭვირვალობის გაზრდა, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პარალელურად იქნეს კონკრეტული პირის უფლებები დაცული. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ შუალედური ანგარიშის შინაარსი, კონტექსტი და ასევე ხარისხი, ისევე როგორც მასში აღწერილი მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, არღვევდა სწორედ ბრალდებული სარკეულ უფლებებს. ერთი მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ დაირღვა სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპცია და მთლიანად აზრი გამოეცალა, აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს და მეორე მხრივ გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბრალდებულის მიერ ცალკეული უფლებების გამოყენების ეფექტიანობა. რაც შეეხება თავად სასამართლო განხილვებს, უკვე არსებით განხილვებს, რომლებიც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქაც დაფიქსირდა გარკვეული დარღვევები. და ორი საკითხი მინდა გამოვყვა მიმართულებით. ერთი ბრალდებულის პირადი ცხოვრების დაცვა და მეორე მხრივ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოს ხდომის დარბაზში. პირველ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის, რომ აღინიშნოს, რომ სასამართლო პროცესები როგორც წესი მიმდინარეობს ღიად და საჯაროდ და საზოგადოების ჩვენ ნახეთ რამდენიმე დახურული ხდომა. კი ბატონო, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ხდომაზე დასწრება, თუმცა მიუხედავად ამისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში ხდომის დახურვის შესაძლებლობას. ორივე შემთხვევაში, როდესაც ხდომის ნაწილობრივი დახურვა მოხდა, მიზეზი იყო ის, რომ დაცული იყო ბრალდებულის პირადი ცხოვრება, მისი სექსუალური თუ ინტიმური წარსული. ერთ შემთხვევაში თავად პროკურატურამ მოითხოვა ხდომის დახურვა. კი ბატონო, და ასე და გარდა ამისა, ერთ შემთხვევაში თავად ბრალდებულმა იშუა მდგომარეობა, რომ ხდომა დახურულიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევაში, როგორც მხარეებმა და ასევე ერთ შემთხვევაში მოწმემ, მედიასთან ისაუბრეს იმ დეტალებსა და გარემოებებზე, რომლებიც სწორედ დახურვის ხდომაზე გახდა ცნობილი. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ხდომის დახურვის ლეგიტიმური მიზანი, რომ დაცულიყო მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრება, ვერ იქნა მიღწეული.
ამისათვის ერთ-ერთი გზა არსებობს, რომ სასამართლომ გამოიყენოს თავისი ბერკეტი, რაც აქვს და შესაძლებლობა კანონმდებლობით და დაავალდებულოს ხდომაზე დამსწრე პირები, რომ არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის დახურულ ხდომაზე გახდა ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება ზეგავლენას ნაფიც საჯულებს და აპელირებას ისეთ თემებზე, რაც არსებითაც შეიძლება საქმესთან კავშირში არ იყოს. თუმცა გავლენას ახდენს ნაფიც საჯულების განწყობას. კი ბატონო, მათ შორის რა თქმა უნდა, ყველა დეტალმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ნაფიც მსაჯულებზე და საზოგადოებრივი აზრის, ისევე როგორც ნაფიცი მსაჯულების აზრის ფორმირება მოხდეს თავიდანვე ბრალდებულის წინააღმდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თავად პროკურატურა, ასევე რა თქმა უნდა მეორე მხარე იმისათვის, რომ ისეთი ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი ნაფიცი მსაჯულებისათვის, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს საქმეზე. ის ფაქტი, რომ ბრალდებულის პირადი ცხოვრება გახდა საჯარო და შემდეგ გამოაშკარავდა, შესაძლებელია ესეც იყოს ფაქტორი იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები განეწყნენ ბრალდებულის წინააღმდეგ. თავიდანვე საფუძველი წარმოდგენა იმისაც, როგორ უნდა იყოს ქალი. ასე რომ პროკურატურა ამას გვასწავლის. კი ბატონო, ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ეს ნაფიცი მსაჯულების, პოტენციური ნაფიცი მსაჯულების აზრის ფორმირებას, როდესაც გამოძიების ეტაპზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, ვინაიდან ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და მათ შორის ახლანდელი ნაფიცმა მსაჯულებსაც შესაძლოა ჰქონდათ ინფორმაცია უკვე წინასწარი საქმის დეტალების შესახებ. გარდა ამისა, ერთი შემთხვევა მინდა გამოყო განსაკუთრებულად, როდესაც თავად მაგდა პაპიძემ მოითხოვა ერთ შემთხვევაში ხდომის დახურვა, ვინაიდან პროკურატურა შეეხო სწორედ მისი პირადი ცხოვრების დეტალებს. თუმცა სასამართლომ ადეკვატურად არ შეაფასა თავად მაგდა პაპიძის ეს მოთხოვნა და ხდომა არ დახურულა. შესაბამისად, გარკვეული დეტალები დამსწრე საზოგადოებისთვისაც ხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბრალდებულის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. რაც შეეხება თქვენის ნებართვით მეორე საკითხსაც მიმოვიხილავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის სასამართლო პროცესებზე და ეს ეხება სწორედ წესრიგის დაცვას, ვინაიდან მხარეებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე და დაბკოლების გარეშე სრულყოფილად წარმოადგინოს საკუთარი შეფასებები და საკუთარი არგუმენტაცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დარბაზიდან ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები ბრალდებულის მიმართ, თუმცა რას აკეთებს ამ დროს მოსამართლე? მოსამართლეს ამასთან დაკავშირებით ცალკეულ შემთხვევებში არ აქვს ადეკვატური რეაგირება. გაფრთხილებასაც კი არ აძლევს მხარეებს და მოსამართლის არათანმიმდევრული, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წესრიგის დაცვის მიმართ, წესრიგის დაცვის საკითხთან დაკავშირებით ხშირად წამახარისებელიაც არის ხოლმე ხდომაზე დამსწრე პირებისათვის, რომ დაარღვიონ წესრიგი. რიგ შემთხვევაში მოსამართლე არის არაადეკვატურად მობიერი, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში არის არაადეკვატურად მკაცრი, რაც აზარალებს პროცესის ეფექტიანად წარმატვის შესაძლებლობას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ნახეთ ბოლოდროინდელი პროცესები, როდესაც მოსამართლემ დაატოვებინა ხდომის დარბაზი დამსწრე პირს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან მოხდეს ის, რომ ეფექტურად დააყენონ მხარეებმა საკუთარი შუამდგომლობები, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც წესრიგი ირღვეოდა მოსამართლეს შესაბამისი ადეკვატური ღონისძიებები არ განუხორციელებია. უფრო მეცაც გეტყვით ერთ შემთხვევაში, როდესაც თავად მაგდა ჯობს გონ დაგიბრუნდეთ და სხვა სტუმრებს შეჭერ. დიდი მადლობა. თათა, ჩვენ საუბრობდით პროკურატურის პოზიციაზე, როგორ წარმოაჩენს ის პიროვნებას მაგდა პაპიძეს, როგორ უნდა რომ ის დაინახო ნაფიცაჯულებმა და დაინახოს საზოგადოებამაც. აქ არ არის დანაშაულის დეტალებზე ხშირ შემთხვევაში საუბარი, არ არის იმ მტკიცებულებებზე, რაც შეიძლება მაგდა პაპიძის დანაშაულს ამტკიცებდეს, არის რაღაც მორალურ სახეზე, როგორი უნდა იყოს მაგდა პაპიძე, როგორ უნდა ყოფილიყო თითქოს ამის ცდობს აპელირებას. თქვენ როგორ უყურებთ პროკურატურის ამ ქმედებას? ნუ ძალიან საგულისხმოა პრინციპში მთელ ამ პროცესში, რომ მაგდა პაპიძის ადვოკატები არიან ქალები და პროკურორი არის მამაკაცი, რომელიც ასე ვთქვათ ამ მორალისტური განწყობები, რაც განცხადებებით გამოდის ხოლმე და ეკრანზე რომელსაც ვხედავთ და შესაბამისად ფაქტობრივად ის ხატი, რომელსაც ის თავს გვახობს, არის გარკვეულწილად შეიძლება ითქვას აი ამ ასე ვთქვათ რაღაცა პატრიარქალური საზოგადოების დაკვეთით ნაკარნახევი ერთის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისევ და ისევ აი ეს როდესაც პაპიძის ინტიმური ცხოვრების დეტალების ესე იგი ძალიან ისე უმახიანად გვაწვდიდა შეიძლება ესე ითქვას და სიხარულით რაც პრინციპში აღმაშფოთებელი იყო, იმიტომ რომ თუ კი გავახსენებთ ჩვენ მაგალითად იმ 25 ქალის მკვლელობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა განვლილი წლის მანძილზე, არასდროს ეს საჯარო განხილვის თემა არ გამდგარა იმ მამაკაცების პირადი ცხოვრება, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს და რომელსაც დაუმდგარდა
გამოვტკიცდეთ შესაბამისად ეს ქმედება, ხო? ამით უმეტეს ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ბრალდებულთან, რომელიც ბრალეულობას ჯერ საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილი არ არის. რამეში არის წარმოსადგენე მაგდა პაპიძე რომ კაცი იყოს რა ამ ტიპის სურათს დახატვას თუ მოინდომებდა პროკურატურა საერთოდ. შესაძლებელია რომ მაშინ ეს ყოველ შემთხვევაში მედიის ყურადღების ცენტრში ალბათ ნაკლებად მოექცეოდა და არც გაშუქდებოდა, ხო? და მეორეს მხრივ, რაც აქ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია, არის ის რომ უბრალოდ პროკურატურა იმთავითვე არ უშვებს სხვა არც ერთ ვერსიას. მე მიკვირს ეს პირადად, იმიტომ რომ ყოველთვის შესაძლებელია რამდენიმე ვერსიის არსებობა, ხო? უაპელაციად, ესე იგი ეს ქალი ფაქტობრივად წინასწარვე გაცხადებულია როგორც დამნაშავე და არ ვიცი, ეს ალბათ ისევ და ისევ ამ საგამოძიებო ორგანოების ნაკლებ კვალიფიცირებაზე მეტყველებს, მით უმეტეს რომ ადვოკატებს აქვთ ამ საქმეში არგუმენტები, რატომ შეიძლება და სხვა ვერსიებიც გაჩენილიყო. ლაშა, ის რომ პროკურატურა ცდილობს ასე დახატოს მაგდა პაპიძე ნაფიცარჯულების და საზოგადოების წინაშე და ამაში, ასე ვთქვათ, მედია მისი ხელისშემწყობია და აქტიურად ეხმარება. თავისთავად როგორ მეტყველებს მედიაზე, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორს. მე მგონი თათამ ძალიან სწორად თქვა, რომ მთელი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში თუ არ ვცდები, ეს 25 დაღუპული ქალის შემთხვევა ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, რომ მედია არ ინტერესდება ხოლმე როგორც წესი ამ დანაშაულში ბრალდებულის თუ სავარაუდო დამნაშავის მოტივებით და როგორც წესი ის მედია ისევ და ისევ იწყებს ხოლმე რაღაც ცებნას ამ ქალის პირად ცხოვრებაში რაღაც დეტალების და აი მაგდა პაპიძის შემთხვევაშიც მოხდა იგივე, ანუ მედია თუ კი დაინტერესდა მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრებით, რატო არ შეიძლება დაინტერესებული იყო მსხვერპლის პირადი ცხოვრებით, ხო, ამ შემთხვევაში. მაგრამ არა, ანუ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის გაშუქებაში დიდწილად როლი ითამაშა ზუსტად ამ სტერეოტიპებმა, რომელიც არსებობს ამ გენდერული ნიშნით, რომ ქალი თუ არის, მას არ უნდა კონდეს რაღაც სექსუალური ცხოვრება ქორწინებამდე, მას აკრძალული აქვს ჩვენ საზოგადოებაში, რომ კონდეს რაიმე ტიპის პირადი ცხოვრება საერთოდ და კაცისთვის დასაშვები. ხო, რა თქმა უნდა, კაცისთვის ეს ყველაფერი არის დასაშვები და მისაღებიდან ეს რაღაცა პრიმიტიული მართლა რაღაც შუა საუკუნეობრივი წარმოდგენებით, ასე ვთქვათ, გაჯერებული არის ჩვენი მედია საშუალებები და ამ მედია საშუალებებიდან ეს შემთხვევა არ არის მარტო, ასე ვთქვათ, კრიმინალური ამბავი, რომლის შესახებაც მედია ძალიან დიდ ინფორმაციას გვაწვდის. ეს შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, შენი სქესის გამო მედიამ უბრალოდ ესე გადაგიწყვიტოს შენ დამნაშავე ხარ თუ არ ხარ დამნაშავე და როგორ შეიძლება რომ შენი სქესობრივი კონტაქტი გახდეს შენი პიროვნების გამსაზღვრელი და შენი ასე ვთქვათ დანაშაულის მოტივი რა საერთოდ. გასაგებია, რატო თქვენს ხომ არ გააკეთებთ ამ თემას კომენტარში და ამ შემთხვევაში ერთი დეტალი მინდოდა აღმენიშნა, არ ვიცი თქვენ მიაქცეთ თუ არა ამას ყურადღება, როდესაც გასაჯაროვდა ჩვენება მიცემული პროკურატურაში და წამზღარებული ერთ-ერთ გამოცემას ჰქონდა ასე, რომ გთავაზობ ჩვენებას, რომელიც ექსკლუზიურად მოვიპოვეთ და ეს ჩვენება ეხებოდა ზუსტად იმ დეტალებს, რაზეც დაიხურა სასამართლოს ხდომა. არ ვიცი ალბათ იურისტები უკეთესად იტყვიან რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ესე იმ შემთხვევაში, როდესაც რატომღაც აღმოჩნდება მედიაში ის ინფორმაცია, რაც არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ვერასდროს ვერ მივიღებთ ამგვარ ინფორმაციას, მაგრამ მედიას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი პასუხისმგებლობა და რაც შეეხება აი ამ ხატებს, როგორ იქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ეგრეთ წოდებული საქმესთან დაკავშირებული პირები, ზოგჯერ ამას თვითმხილველებს ეძახიან, რომლებიც სინამდვილეში არ არიან თვითმხილველები, მეზობლები, მეგობრები, ახლობლები, ახლოს ჩავლილი ადამიანები, რომლებიც დაუსრულებლად რაღაც ვერსიებს ხსავენ, მაგალითად, როგორი ჭიქიდან სვამ და ემეგობრებოდა თუ არა მეზობლებში ვიღაცებს. ერთ-ერთმა ასეთ თემაზე საუბრისას მითხრეს, რომ მაშინ რა უნდა ქნას მედიამ, არ უნდა გამოიძიოს, თქვა დამატებითი დეტალები არ უნდა მოიპოვოს. ცხადია, რა მედია უნდა შეეცადოს, რომ სიღრმეში წავიდეს და შეიძლება რომ ისეთი რაღაცები გამოაშკარავოს მედიამ, რაც სასამართლო დარბაზში შეიძლება არც ითქვას და ბევრი დამატებითი ინფორმაცია მოიძიოს
მიდიოს, მაგრამ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შემხევლობაში უნდა იყოს საქმის არსთან, რაღაც დამატებით ღირებულებას უნდა სცენდეს და ჭორებს, მithქმა მოთქმის სტერეოტიპებს არ უნდა ამყარებდეს საზოგადოებაში. გასაგებია და ბოლო კითხვა თქვენ მექნება გოგა, ამ საქმესთან დაკავშირებით გასაგებია და შეიძლება რელევანტურიც იყოს პირადი ცხოვრების რაღაც დეტალებზე საუბარი თუნდაც სასამართლო პროცესზე და შემდგომ ამის მედიაში გაშუქებაც. უბრალოდ რა სტანდარტი უნდა დააწესოს ამ შემთხვევაში სასამართლომ თვითონ მოსამართლემ, რომელიც არ არის გადაწყვეტილების მიღები ამ შემთხვევაში, მაგრამ პროცესის წარმმართველი სწორედ ის არის. დიახ, პროცესის წარმმართველი ნამდვილად მოსამართლეა და როდესაც სხდომა იხურება სწორედ იმ მიზნით, რომ გარკვეული პირადი ცხოვრების სამსახველი ცნობები არ გახდეს სხვა პირებისათვის საჯარო, ამიტომ სხდომის დახურვის ლეგიტიმური მიზანიც მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს იყო, მოსამართლემ უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ მიუთითოს სხდომაზე დამსწრე პირებს, რომლებიც დახურულ სხდომას ესწრებიან, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და ასეთი მითითება გააკეთოს ყოველი სხდომის დახურვის, ასე ვთქვათ, პირობებში. ეს იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი ბერკეტი იმისათვის, რომ შემდგომ დახურულ სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია არც მედია საშუალებებისათვის და არც სხვა საზოგადოების წევრებისათვის არ გახდეს საჯარო. მეორე მხრივ აუცილებელი არის, რომ პროცესი რომ წარიმართოს ეფექტურად და სათანადო პირობებში წესრიგის დაცვა იყოს გარანტირებული სასამართლო სხდომის დარბაზში. მოსამართლემ უნდა გამოიყენოს ყველა ადეკვატური შესაძლებლობა, იყოს თანმიმდევრული, ერთგვაროვანი და მიეცეს მხარეებს, განსაკუთრებით დაცვის მხარეს, ვინაიდან დაცვის მხარეს დამიმართებით უფრო მეტად დაირღვა წესრიგი, თანაბარ შესაძლებლობა იმისათვის, რომ საკუთარი არგუმენტები სრულყოფილად წარმოადგინონ და ის მტკიცებულებები, რაც აქვს საქმესთან დაკავშირებით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიაწოდონ სასამართლოს და ასევე ნაფიც მსაჯულებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა თქვენგან სტუმრობისთვის. ამით დღევანდელი თეორემა დასრულებულია, ჩვენ უკვე ხუთშაბათს დაგიბრუნდებით.